Პოზიტიური შედეგები საქართველოს რკინიგზის ფინანსურ მაჩვენებლებში კომპანიის რის მოგებამ თითქმის 153 მილიონი შეადგინა. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ტვირთბრუნვის მოცულობაც. რკინიგზა განვითარებაზეა ორიენტირებული, რაც ქვეყნის სატრანსპორტო შესაძლებლობების და საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტებში საქართველოს როლის კიდევ უფრო გაძლიერებას გულისხმობს. მაკუნა აბულაძის სიუჟეტი. 152 მილიონ ლარზე მეტი წმინდა მოგება გასულ წელს 8%-ით გაზრდილი ტვირთბრუნვა ბოლო 5 თვეში და 24%-ით გაუმჯობესებული საოპერაციო მოგების მაჩვენებელი. საქართველოს რკინიგზას ბოლო 1 წელიწადში ისტორიული შედეგები აქვს. წარმატებული საოპერაციო საქმიანობა და შემცირებული ფინანსური ხარჯი. ეს ის მთავარი მიზეზებია, რომლითაც კომპანიამ მოკლე დროში დასახულ მიზანს მიაღწია. ტენდენცია გრძელდება წელს, ბოლო 5 თვის მოგებაც ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა და 88 მილიონ ლარს გადააჭარბა. საქართველოს რკინიგზის წმინდა მოგება 25 წელს იყო 152 მილიონი ლარი, შედარებით 68 მილიონ ლართან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ წელს 5 თვის მაჩვენებლებით საკმაოდ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გვაქვს. გაუმჯობესება გვაქვს სატვირთო გადაზიდვებში, ტვირთის მოცულობა უფრო გაზრდილი არის, დაახლოებით 400,000 მეტ ტონაზე გვაქვს უკვე გადაზიდული, რაც პირდაპირ აისახება და რომელიც აგენერირებს ჩვენ პირდაპირ შემოსავლებს. რეფორმები ეფექტიანი და სწორი მართვის სისტემა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, ამ სტრატეგიამ მოიტანა კონკრეტული შედეგები. შედეგები, რომელთა გაუმჯობესებასაც კომპანია ყოველწლიურად გეგმავს. გაუმჯობესებულია კომპანიის ეფექტიანობის და მომგებიანობის მაჩვენებლებიც, რაც რა თქმა უნდა თავის მხრივ ადასტურებს, რომ საქართველოს რკინიგზა დღეს არა მხოლოდ მეტ ტვირთს ემსახურება, არამედ უფრო ეფექტიანადაც მუშაობს. საქართველოს რკინიგზის ეს შთამბეჭდავი შედეგები, როგორც ბიზნეს ასოციაციაში ამბობენ, იქნება დადებითი სიგნალი პოტენციური ინვესტორებისთვის, რადგან გამოჩნდა, რომ მენეჯმენტის სწორი პოლიტიკით კომპანიის შემოსავლები არის მდგრადი და მზარდი. კომპანიამ შეძლო, რომ რესურსები დაეზოგა და საოპერაციო მაჩვენებლები გაუმჯობესა დაზოგვის ხარჯზე. ნებისმიერი კომპანია უნდა ცდილობდეს მსგავსი რეფორმები გაატაროს. საქართველოს რკინიგზას ამბიციური გეგმები აქვს, მათ შორის არის 50 ლოკომოტივისა და 1500 ვაგონის შეძენა, რაც 1 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გულისხმობს. შედეგად საქართველოს სატრანსპორტო გამტარუნარიანობა და მისი როლი რეგიონში გაიზრდება.